მოგესალმებით, საუბარს ვაგრძელებ Deep Purple-ზე და მის მეორე ალბომზე The Book of Taliesin 1968 წელს ჯგუფს წილად ხვდა, უბრალოდ პატივი ერგო რომ გამოსულიყო ქალაქ ბერნის ნაციონალური ჯაზის ფესტივალზე, სადაც მის გამოვიდა ისეთი ცნობილი ჯგუფების გვერდით, როგორც იყო The Tyrannosaurus Rex, როგორც იყო The Nice, როგორც იყო The 10 Years After და აქ შეასრულეს ისეთი აწ-კლასიკად ქცეული კომპოზიციები, როგორც იყო მაგალითად Kentucky Woman, სხვათა შორის რომელიც ეკუთვნის არა ჯონ ლორდის კალამს, არამედ ცნობილი კომპოზიტორის ნილ დაიმონდის კალამს, ასევე შეასრულეს აიკი და ტერნერის River Deep and Mountain High და ცნობისთვის ამ კომპოზიციის ივერტიურისთვის, ანუ შესავლისთვის ჯონ ლორდმა გამოიყენა რიჰარდ შტრაუსის შემოქმედება, კერძოდ მისი ოპერა საუბარია ასე იტყოდა და ზარატუსტრა. მეორე ძალიან ცნობილი კომპოზიცია Exposition, სადაც მან გამოიყენა ცნობილი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის ოპერა რომეო და ჯულიეტა, ანუ შთაგონების წყარო იყო ეს და სხვათა შორის მათ დაამატეს cover ვერსიები ბიტლების We Can Work It Out and Help, რითაც ძალიან აღფრთოვანებული დარჩა პოლ მაკარტნი.